მოგესალმებით, საქართველოს არბიტრთა ასოციაცია აგრძელებს პოდკასტების სერიას. დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის მხარდამჭერი არის იურიდიული ფირმა გველებიანი ლო. დღეს ჩვენ საუბრობთ საარბიტრაჟო ინსტიტუტებზე და ამ საკითხს განვიხილავთ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ჯიაკის მაგალითზე, ამავე ინსტიტუტის გენერალურ მდივანთან, ბატონ ბექა ინჯიასთან და გველებიანი ლოს დამფუძნებელ პარტნიორთან, ბატონ ჯაბა გველებიანთან ერთად. რეალურად ეს საკითხი არის პრაქტიკული დატვირთვის მატარებელი, იმიტომ რომ ხშირად ჩვენ გადაწყვეტილებებშიც გვინახავს და აქამდეც პოდკასტში განგვიხილავს, რომ სასამართლოსაც კი რიგ შემთხვევაში როლი ინსტიტუტის არ ესმის კარგად და ინსტიტუტის და ტრიბუნალის ფუნქციები ერთგვარად აღრეული არის ხოლმე, როდესაც გარკვეულ გადაწყვეტილებებს ვკითხულობთ, ამიტომ მნიშვნელოვანია და პირველი კითხვა ეს იქნება, გავმიჯნოთ და გამოვყოთ რა ფუნქციები აქვს საარბიტრაჟო ინსტიტუტს და ეს კარგი იქნება ამას თუ გავაკეთებთ ერთ-ერთი გამორჩეული საარბიტრაჟო ინსტიტუტის ჯიაკის მაგალითზე, ბექა თქვენით დავიწყოთ. კი, ეს სიმართლე გითხრათ, აი საიდან მოდის რა ტერმინოლოგიური საკითხებიც არის ენიდან გამომდინარე. ჩვენ როცა არბიტრაჟს ვამბობთ და წარსულიდან გამომდინარე. მე კანონმაც შეუწყო ხელი, ხო? ანუ არბიტრაჟი წერია კანონში, ხო? და ახლა რეალურად არბიტრაჟი რა იგულისხმება? პირველ ლექციაზე რო შემოდის, სტუდენტს ვეუბნებით, ხო, რომ არბიტრაჟი ზოგადად როგორი დარგია, ხო? ეს არის პროცესუალური ნაწილი თუ მატერიალური სამართლის სფეროა. იდეაში ორივეა. იდეაში ორივეა და ამიტომ ის რომ კანონში არბიტრაჟი წერია, აქედან გამომდინარე რა იგულისხმება არბიტრაჟში, კარგი კითხვა. ზუსტად მაგ კითხვა და ამისთვის ახლა მე ხო, ეს არის ის შემადგენლობა, ვინც დავას განიხილავს, ეს არის ინსტიტუტი, როგორც ასეთი სამართლიანი ფორმა ამ დაწესებულების, ეს არის პროცესი თვითონ თუ ყველაფრის ერთიანობა. ანუ ეს კითხვა ჩდება. ჩვენი კანონი, როდესაც ჩვენ მივიღეთ 2009 წელს დაფუძნებული არის უსიტრალის მოდელური კანონის საფუძველზე და მოდელურ კანონში იქ წერია ტრიბუნალებს ახსენებს ინგლისურად, მაგრამ ჩვენთან გადმოთარგმნილში საარბიტრაჟო ტრიბუნალი აღარ გადმოვიდა და დაეთქვა არბიტრაჟი. ამიტომ სწორად დასმული კითხვა არის ეს და მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს არბიტრაჟი, როცა წერია უნდა ჩავიდეთ იმ პროცედურულ ეტაპზე და იქ გაირკვეს ამაში რა იგულისხმება. ხო? ზოგ შემთხვევაში რა თქმა უნდა ტრიბუნალი იგულისხმება და ზოგ შემთხვევაში მთლიანად პროცესი იგულისხმება, ზოგ შემთხვევაში ინსტიტუტი ყველაზე ნაკლებად იგულისხმება ხოლმე ამაში რა. ძირითადად იგულისხმება პროცესი, საარბიტრაჟო პროცესი ან დავის არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტა ამ კუთხით, რომელიც მათ შორის მოიაზრებს საარბიტრაჟო ტრიბუნალს. და ხშირ შემთხვევაში საარბიტრაჟო ტრიბუნალი არის ხოლმე ის აქედან გამომდინარე, რადგანაც მაინც ახალი დარგია, ამ გამიჯვნებში რაღაცები გვეკარგება და გადმოდის. ხოლმე, იმიტომ რომ არბიტრაჟი როგორც ასეთი, მე ვახსენე კიდევაც, ხო? ინსტიტუტს როგორც ასეთი, ხო? ის გადაწყვეტილებას არ იღებს. ხო? თავის ბუნებით არბიტრაჟი რა არის? მესამე პირისთვის გადაცემა ნეიტრალური მხარისთვის და ის გადაცემა მან გადაწყვეტოს და როგორ შეიძლება ფიქციას, ანუ გადაცე ვიღაცა პიროვნება უნდა გადაწყვეტოს. ამიტომ ხშირ შემთხვევაში, ხო, გადაწყვეტილების მიმღები არის სამკაციანი ან ერთკაციანი შემადგენლობა ტრიბუნალის, ხოლო ინსტიტუტი ეს არის ადმინისტრირებას უწევს დავისას. როგორც ასეთი ინსტიტუტი თვითონ არ არის გადაწყვეტილების მიმღები. ამიტომ იურისდიქცია, როდესაც ვამბობ, აქვს თუ არა უფლება ტრიბუნალს გადაწყვეტოს, ეს არის ტრიბუნალის იურისდიქცია. და მისი სამსჯელია ეს. ხო, სასამართლოსთან როგორც წესი მაგ კითხვით მიდის, როდესაც უნდა იმსჯელოს იურისდიქცია იყო თუ არ იყო მაგალითად და ნებისმიერ შემთხვევაში უფრო ხშირია სასამართლოსთვის და უფრო რელევანტურია კითხვა რა გააკეთა ტრიბუნალმა, რა გადაწყვეტილება მიიღო, ასე შემდეგ და აი ინსტიტუტი, როდესაც შემოდის იმ მნიშვნელობით, რაც რეალურად ტრიბუნალი არის, უკვე ამ ფაქტობრივ და სამართლებრივ შეცდომასთან გვაქვს საქმე. ჯაბა, როგორც არბიტრი, როგორც ადვოკატი, აი თქვენ როგორ უყურებთ ინსტიტუტის როლს და ფუნქციებს, ანუ კონკრეტულად რაში გვეხმარება საარბიტრაჟო ინსტიტუტი პრაქტიკაში, საქმეში, როგორ გამოიხატება მათი ფუნქცია და როლი? კი ბატონო, მადლობა ამ თემასთან დაკავშირებით დისკუსიაში მოწვევისთვის. ინსტიტუტის როლი ძალიან დიდი არის არბიტრაჟში და მთავარი არის და სწორად გამოხატული მისი როლი ნამდვილად არის
პროცესის ხარდამჭერის და ადმინისტრატორის ფუნქცია. არბიტრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის იმ კუთხით, რომ ინსტიტუტი გეხმარება შენ დავის წარმართვაში, იმიტომ რომ დავის პროცესში ძალიან ბევრი ლოჯისტიკური საკითხია, უნდა გამართოს ეპირი მოსმენა, როგორ უნდა დაუკავშირდე მხარეებს, როგორ უნდა მოახდინოს ხდომის ჩაწერა, ესე რომ ვთქვათ, თუ ონლაინ ხდება საარბიტრაჟო წარმოება, ამას ბევრი ინფრასტრუქტურული საკითხები უკავშირდება, რასაკვირველია. ამ მხრივ არბიტრისთვის არის კომფორტის შემქმნელი უკვე პროცესის ადმინისტრირების დროს. მხარეებისთვის რაც შეეხება კი ინსტიტუტის როლი განსაკუთრებით წარმოების დაწყების ეტაპზე ძალიან დიდია, როდესაც სადღაც მიგაქვს ეს შენი საარბიტრაჟო განაცხადი იქნება თუ სარჩელი, შეგიძლია ეკონტაქტო ორგანიზაციას, რომელიც არეგისტრირებს შენს საქმეს, გაქვს შესაძლებლობა რომ მიიღო დახმარება არბიტრის მოძიების და დანიშვნის კუთხით, ინსტიტუტებს აქვს თავისი როგორც წესი, თავისი რეკომენდირებული არბიტრების სია, რომელსაც შეგიძლია გაეცნო, ეცნობი მათ წესებს, მათ შემდგომ უკვე ინსტიტუტის პრაქტიკის მიხედვით შეგიძლია გაეცნო ამ ინსტიტუტის წესების მიხედვით მიღებული გადაწყვეტილებების პრაქტიკას და პროცესის მიმდინარეობის დროს, რა თქმა უნდა, ამ კომფორტს, რაც ხარის წარმომადგენელსაც ჭირდება, უზრუნველყოფს. საერთო ჯამში ბევრი ტერმინი არსებობს ინსტიტუციური არბიტრაჟის და ალბათ ყველაზე სწორი ინსტიტუციური არბიტრაჟი არის. შეგვიძლია შეხვდეს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი, შეგვიძლია შეხვდეს სხვადასხვა თქვათ დასახელება, თუმცა მთავარი არსი არის ის, რომ ინსტიტუციური არბიტრაჟის დროს ჩვენ გვყავს პროცესის ხარდამჭერი ორგანიზატორი, რომელიც ამ ნაკლებად ფორმალურ პროცესს სასამართლოსთან შედარებით იმ აუცილებელ ფორმალობას ანიჭებს, რის გარეშედაც უბრალოდ საქმის განხილვა ძალიან გართულდებოდა. მადლობა. აი ისე ბექა შენ დაგიბრუნდები, როგორ რისგან შედგება საარბიტრაჟო ინსტიტუტი? ანუ ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი სტრუქტურა, მე ვიტყოდი, ქართულ რეალობაში აქვს GIACS, ვინაიდან ბევრი განვითარებული, ეს თქვათ, საარბიტრაჟო ინსტიტუტის გამოცდილება იქნა გაზიარებული და თქვენი გამოცდილებაც უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე გვაქვს რაღაც გამოცდილება შექმნილი. აი რისგან შედგება, რა მართვის სტრუქტურები აქვს და რა ფუნქციები აქვს ამ თითოეულ დანაყოფს, ასე ვთქვათ. კი, თამამად უნდა ვთქვათ, ხა მე შეიძლება ახლა ამ პოზიციიდან ვსაუბრობდე, მაგრამ რეალობა ეგ არის, რომ როდესაც შეიქმნა ჯერ ერთი საჭიროება მოიტანა, იმიტომ რომ 2012-დან როცა დავიწყოთ ამაზე მუშაობა, რეალურად კანონიც ახალი იყო და ეს უნდა მომხდარიყო და საჭირო იყო, მოთხოვნილება იყო ამისი. მაგრამ როდესაც ამაზე მუშაობა დავიწყეთ, ეს არ იყო რაღაცა ახალი ველოსიპედი არ გამოგვიგონებია, რა თქმა უნდა, ხო? ავდექით ავიღეთ რა მაგალითიც არის სოფლიოში ყველაზე წარმატებული და ის მაგალითები ავიღეთ. ინიციატორად აქ რეალურად გამოდგა სავაჭრო სამწეულო პალატა, იმიტომ რომ ესეც მაგალითია, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში სავაჭრო სამწეულო პალატების ქვეშ არის, მაგალითად ავიღოთ საერთაშორისო სავაჭრო პალატა, ICC, აი ყველა ცნობილი ეგ მოდელია, რომ გავყვეთ იგივე სტოკჰოლმი, ყველა ევროპაში ყველა ცნობილი, იგივე ვენა. ისინი არიან ზუსტად იგივე მოდელებით აწყობილი. არის ოდნავ განსხვავებული მოდელები, მაგალითად LCIA, სადაც მათ შორის ლონდონის პალატა ერთ-ერთი დამფუძნებელია იმ არა სამეწარმეო ორგანიზაციისა, ანუ non-profit ორგანიზაციისა და ყველა არის არამონგებიანი. იმიტომ რომ თავისი ბუნებით ეს ვერ იქნება მეწარმეობა, იმიტომ რომ ინტერესთა კონფლიქტების საკითხები წარმოიშობა და ესია მოწყობილი ყველა საარბიტრაჟო ინსტიტუტი ცნობილი მათ შორის რა, რომელიც დღეს გვევლინება დავის გადაწყვეტად, ხო? აი ხელზე შეიძლება ჩამოთვალოთ ევროპული, ამერიკული და აზიული, ხო? ყველაზე ესეთი განვითარებული რაც არის, ხო? თითქმის ყველა იგივე მოდელზეა. ყველა არის არა მომგებიანი, ანუ non-profit-ი, ჩვენთან არა სამეწარმეო პირის სახით არის მოცემული და ისინი ახორციელებენ ადმინისტრირებას. რა არის მთავარი ინოვაცია, ხო? ეს ინსტიტუტები პირველ რიგში, რასაც, მოდი ასე ვთქვათ, თავაზობენ იურიდიულ და ბიზნესებს, ეს არის წესები, ხო? რაღაცა დაწერილი საარბიტრაჟო წესები, სადაც გეუბნები, რომ
შენ ამას თუ გამოიყენებ, აი ასე ითამაშებ, ხო ესეთი და თავაზობ ამას და შემდეგ მოდიან. ეს არის წესები აერთიანებს და თავაზობს მხარეებს, რომ აი ჩემი არბიტრაჟი ასე გადაწყდება. ეგეთი მაგალითად ჩვენ რო ავიღოთ ინსტიტუტზე დაფუძნებული კი არა, თვითონ წესებით იხსენიებენ ხოლმე. მაგალითად ვენის წესები. ვიაკი სახელი კი არის ვენის საერთაშორისო არბიტრაჟის ცენტრი, რომელიც პალატის ქვეშ არის, მაგრამ ვიაკის წესებად არის ცნობილი. ან მაგალითად შვეიცარიული წესები. ანუ წესები უფრო წინ წამოწეულია. ICC-ში მაგალითად, როდესაც საბჭო პალატაა, იქ არბიტრაჟის არა, პირა ICC-ის ვიზახით, როცა ეს ტერმინებია, ხო ესეთი. ანუ ყველაზე მთავარი პროდუქტი, რასაც ინსტიტუტი ქმნის, არის წესები. როგორ წესები და ამ წესებიდან გამომდინარე, სანამ ტრიბუნალი დაინიშნება, დაწყებიდან ტრიბუნალის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუმცა ამის იქიდან ძალიან ბევრს ვაკეთებთ, მაგალითად, ხარისხენი გადაწყვეტილების გამოტანა, სკრუტინი, ეგრეთ წოდებული ფორმალური გადახედვა, მიმდინარეობა, ზოგჯერ არბიტრების გამოხვიძება, რომ ეხლა აქტიური, ანუ შენ აი ამას ვინ აკეთებს ეგ რომ გითხრათ, აი როგორ მუშაობს, ანუ სამდივნო აკეთებს ამას რა ფუნქციები აქვს, აი საბჭოს რა ფუნქციები აქვს ეს რომ შიგნით აუცილებლად ყველა მოდელში არსებობს ორგანო, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს. სამდივნო არის ყოველდღიური ორგანიზაცია, ყოველდღიური საქმის გამკეთებელი. იგი არის, მოდი ასე ვთქვათ, მუშა, ყველაფერს ამზადებს, თუმცა გადაწყვეტილებას არ იღებს. მაგალითად, ხარჯების განსაზღვრა იქნება, არბიტრის დანიშვნა იქნება, აცილება იქნება, გაერთიანება იქნება, ფორმალური გადახედვა იქნება. ხო, აი ეს გადაწყვეტილება მიიღება რაღაცა ორგანოს მიერ, სადაც ზიან პროფესიონალური არბიტრის მცოდნე, დიდი გამოცდილების მქონე პირები, რომელიც თავიანთი საქმე აქვს, მაგრამ კაცრი ინტერესთა კონფლიქტის შემოწმების შედეგად იღებენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. ეს არის ჩვაგარდად ჯიაკში ამას ქვია საბჭო. ICC-ში ამას ქვია სასამართლო. სადღაც ქვია გამგეობა SCC-ში და ასე შემდეგ. მაგრამ ყველგან არის ესეთი სათათბირო ორგანო, სადაც რამდენიმე სხვადასხვა კულტურის, სამართლებრივი მოწყობის, საერთაშორისო გამოცდილი და ასე შემდეგ და ეს აბალანსებს დამოუკიდებლობას და სანდოობას. მაგალითად, ჯიაკის თავიდან ვთქვით, რომ ჩვენ გვჭირდება ძალიან ცნობილი, ძალიან გამოცდილი ხალხი აი ამ ბორჩში. მათ შორის უცხოელებით, რადგანაც ეს მერე დობას იმსახურებს. დობას აიდან გამოდის, იმიტომ რომ იმათ ძალიან დიდი რეპუტაციის, დიდი გამოცდილების ხალხია და მათთან მიცემული საკითხი გადაწყდება მაღალ პროფესიონალურად ხარისხენად ასე შემდეგ და რა თქმა უნდა ინტერესთა კონფლიქტების აცილებით და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის თავი ორგანო. სამდივნო, რომელიც ყოველდღიური საქმიანობაა და გამგეობა ჩვენთან საბჭო, რომელიც წვეთს არბიტრაჟთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელიც მუდმივად არზის ოღონ ხო, ანუ ეს არის რაღაც პროფესიონალების ერთობასაც ვერ დავარქვევთ, იმიტომ რომ არის ცალ-ცალკე პროფესიონალი, რომელსაც ეს ფუნქცია აქვს თავისივე თანხმობით, რომელსაც წესებმა მიანიჭა უფლებამოსილება მიიღოს ეს გადაწყვეტილება. და შესაბამისი წესით დანიშნულები არიან, რა თქმა უნდა. ჯაბა, რას გვეტყვით აი ამ ფორმით ორგანიზებულ დავაში მონაწილეობაზე, როგორც არბიტრის, ანუ აი ეს არის მეორე ვარიანტი, ეგრეთ წოდებული ad hoc არბიტრაჟი, ხო? მეორე არის ეს ერთგვარი რაღაც ფორმალური პროცედურების გამო, რაც შეიძლება გამოწვევაც იყოს არბიტრისთვის, ვინაიდან აი სკრუტინი ახსენა ბექამ და რაღაცა შენი გადაწყვეტილებამ თუ შენმა თითოეულმა მოქმედებამ გარკვეული ხო, ფორმალური გადახედვა გარკვეული უნდა გაიაროს. ან რა თქმა უნდა, შინაარსში არბიტრის შინაარსში არ უნდა შევიდეს, მაგრამ ფორმალური გადახედვა უნდა გაიაროს. აი რა ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით? ხო, ალბათ ისევ არბიტრის გამოცდილებას და პრეფერენციებს გააჩნია. მე მგონია, რომ ინსტიტუციურ არბიტრაჟს ძალიან დიდი როლი აქვს და არბიტრს ეხმარება დავის ადმინისტრირებაში, მათ შორის იმ ვადების დაცვაში, რაც შეიძლება გათვალისწინებული იყოს წესებით და კანონმდებლობით, ფორმალური გადახედვა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ხრივ, რომ ბევრი რაღაცა ტექნიკური შეცდომა შეიძლება იქნეს ამ ხრივ თავიდან არიდებული და არ გახდეს საჭირო აი სასამართლო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ტექნიკური შეცდომის გასწორების ეტაპი, რაც ძალიან უხერხულია არბიტრისთვის. მაგრამ ამავდროულად ბუნებრივია ad hoc არბიტრაჟს თავისი ფუნქცია აქვს. არბიტრი, რომელიც გამოცდილია, მას სრულად თავისითად შეუძლია, ანუ დანიშნვის შემდგომ პროცესის მართვა და რეალურად ტრიბუნალები მართავენ პროცესს, ისედაც
ინსტიტუციურ არბიტრაჟშიც და მათ ეხმარებათ ამ შემთხვევაში საარბიტრაჟო ცენტრები. აქედან გამომდინარე, ad-hoc არბიტრაჟი არ ნიშნავს ასევე იმას, რომ წესების გარეშე მიდის პროცედურა, რა თქმა უნდა, ესეც შეიძლება მხოლოდ კანონის საფუძველზე, თუმცა არსებობს როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი წესები, რომელიც განსაზღვრავს მსგავსად ინსტიტუციური წესებისა, თუ რა ეტაპები უნდა გაიარო მხარეებმა იმ გამონაკლისით, რომ იქ არ ყავს ინსტიტუტი, რომელიც ადმინისტრირებას აკეთებს ამ პროცესის. აქედან გამომდინარე, ალბათ კიდევ ერთხელ გამოცდილი არბიტრისთვის, რომელსაც ბევრი დავა ჩაუტარებია, გამოცდილი მხარეების პირობებში, ad-hoc არბიტრაჟი ძალიან საინტერესოა იმ მხრივ, რომ არბიტრაჟის თავარი თვისება თუ მახასიათებელი, რომ ეს არის მხარეთა ნების გამოვლენის და ავტონომიის შედეგი, ხო, ყველაზე ესე რომ ვთქვა, ნამდვილად თუ გულწრფელად ad-hoc არბიტრაჟი მაინც გამოხატავს, იმიტომ რომ იქ არავინ არ არის, ვინც გერევა. და ინსტიტუტს გააჩნია, რა თქმა უნდა, თუმცა ინსტიტუტები, რომლებსაც აქვთ წლების და 10 წლეულების გამოცდილება, თავიანთი პრაქტიკა და მიდგომები ამ ინსტიტუტებს თავისი მოთხოვნების აქვთ და რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად თავისუფალი ინსტიტუციური ჩარევისგან არ არის ხოლმე და არაჯიაკის შემთხვევაში ჯერჯერობით, თუმცა არსებობს ბევრი თეორია და მიდგომა იმასთან დაკავშირებითაც საერთაშორისო არბიტრაჟში, რომ ინსტიტუტის გარკვეული წესები თუ მათი წესების რომელიმე ნაწილი შეიძლება იმდენად სავალდებულო იყოს მხარეებისთვის, რომ მხარეებს მაგალითად მათი შეცვლაც კი არ შეეძლოთ. ასე რომ ყველაფერს გარემოს და საქმის კომპლექსურობის მიხედვით ალბათ ad-hoc არბიტრაჟსაც თავისი ადგილი აქვს. კი ბატონო. ბოლოსკენ აუცილებლად მინდა კითხო ბექა კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რასაც აკეთებს ჯიაკი, ეს არის დაგეგმილი ჯიაკის დღეები. კი, უკვე მე რამდენი მე 12 წელი აქტიურ, აი ბოლო ფაზებში ვართ უკვე 9 ოქტომბერს გვექნება და ტრადიციულად პირველი იყო რეგიონში ეს ეხლა ჩვენ სამეზობლოთაც დაიწყეს არბიტრაჟო დღეების კეთება, თუმცა ჩვენ სტაბილურად ყოველ წელს ამას ვაკეთებთ და იციან ამ სფეროში ჩართულებმა, რომ ეს არის ის ადგილი, სადაც ერთმანეთს არბიტრაჟზე ვისაუბრებთ, გავიცნობთ ერთმანეთს, სოციალური ღონისძიებებიც გვექნება სხვადასხვა და მთელი 2 დღე მოკლედ საარბიტრაჟო თემებზე ვსაუბრობთ და კი ბატონო. ხო, ყოველ წელს დიდი სიამოვნებით მონაწილეობთ, ვინც ჯერ არ დარეგისტრირებულ ხართ, აუცილებლად დარეგისტრირდეთ, იმიტომ რომ ადგილები შეზღუდული არის ხოლმე. ესე იგი, რეგიონი ახსენე ბექა, მაგალითად ეხა ხანს ვიყავი სომხეთში, სადაც ტარდება არბიტრაჟის დღეები, აზერბაიჯანში დაგეგმილი არის ბაქოში არბიტრაჟის დღეები და ჯაბავიციო თურქეთშიც ვიყავი არბიტრაჟის დღეებზე. ან მთელი რეგიონი, ასე ვთქვათ, ჩართული არის, აქტიურებულია, კი. კი ბატონო, კარგით, მოდით ამით დავასრულოთ და დიდი მადლობა მობრძანებისთვის. გამოიწერეთ ჩვენი არხები YouTube-ზე, Spotify-ზე, გვადევნეთ თვალი, დაგვიკომენტარეთ და დაალაიქეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ვიდეოები. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა.